მოკლედ დღეს გვექნება ხალხო Wealthy-ზე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სტუდენტთან, ასე თქვათ, ინტერვიუ, როგორ გაიარა თავისი გზა, რა გააკეთა, რა ეტაპზე იყო, როგორ განვითარდა, რა რეზულტატს მიაღწია და მაგ ყველაფერს გავივლით რა. პირველი მოკლედ Matrix-ს რაც მაინტერესებს რა, როგორ დაიწყე ტრეიდინგი საერთოდ, რა მოლოდინები ქონდა და როგორ წავიდა ეგ რო გითხრა რა. კი ბატონო. მოკლედ თავიდან როგორც იყო, სხვადასხვა ბიზნეს მოდელებს სწავლობდი რა. ხო და ეგრე შევხვდა ტრეიდინგზე ბევრი რაღაცა. ხო და დავინტერესდი. ხო და ნელ-ნელა სწავლა რო დავიწყე, უკვე მომეწონა ეს სფერო რა. თან ისეთი რაღაც ქონდა რა, სხვა ბიზნეს მოდელებს ეგ არ აქვს. ანუ დროის და ადგილის თავისუფლება აქვს ტრეიდინგს რა. ანუ ისეთი რაღაცაა, რომ შეიძლება დრო აირჩიო, როცა ივაჭრებ და საიდანაც კიდე ივაჭრებ რა. ერთი რაღაცა არის. და ფული შოვნასაც კიდე რაც შეეხება, ლიმიტი არ აქვს მაგას რა. ეგეთი რაღაცა არის. სწავლას რაც შეეხება, თავიდან YouTube-დან სწავლობდი რა, რაღაც ვიდეოებს უყურებდი, აი ინდიკატორები, პატერნები, ყველა როგორც იწყებს თავიდან. და მაგით, რავი, ვერაფერი ვერ ვქენი რა. მე უკვე ვიპოვე ICT. მე მაგის სწავლა დავიწყე. მაგრამ ICT-ზე ანუ ყველაფერს კარგად ვერ ვიგებდი რა თავიდან რა. მე შემოვედი ამ სერვერზე. Wealthy-ზე რა. აქ იყო ეგეთი რაღაცა, ბიზ ქონდა ჩარტინგ სესიები. აი მან ხსნიდა ძალიან ბევრ ამის რა. მარკეტის განხილვა იყო, ტრეიდების განხილვა, თვითონ მაგ კონცეფტის რა. ხო და კითხვები რაც ქონდა ხოლმე, რავი, მან ცვავდი და დაჟე ბიზ ხსნიდა რა. მან ვიგებდი ძალიან ბევრ რაღაცას. და მაგის მერე ნელ-ნელა უკვე ავითვისე რა. ხო, ანუ ხალხო, Matrix-ა აი თავიდანვე გეუბნებით, თქვენ პერიოდში როცა იყო, ანუ ყველას ვიცით, რომ ანუ რთული პერიოდები გაქვთ ხოლმე, ყველასთვის რთული არის თავიდან ტრეიდინგის დაწყება რა. მაგრამ ანუ არიან ადამიანების ტიპები, რომლებიც სულ უზიან მარკეტს, სულ ვითარდებიან რა და ერთ-ერთი იყო Matrix-ა რა. თავიდანვე ეტყობოდა, რომ ძალიან მოწადინებული იყო, იმიტომ რომ როგორც ახსენა, ბირო ლაივებს ატარებდა, მეც რო ვატარებდი ხოლმე და რაღაც სულ შემოდიოდა რა, სულ კითხვებს სვავდა და ძალიან ვითარდებოდა რა. მერე კიდე ბევრი რაღაც ისწავლა ძალიან და ძალიან განვითარდა რა. ეგ არის ყველაზე კარგი ნიშანი იმის, რომ ადამიანს ეგ საქმე უნდა რა. ანუ ზოგი არის ტრეიდინგში მაგალითად, რომ 1-2 თვე რაღაცას იწყებს, რაღაცას გაიგებს, შეეხება ანებებს თავს რა. ეგეთი მიდგომა ტრეიდინგში არ არის სწორი. Matrix-ა რო რეალურად ამ დონეზე მივიდა რა, ნუ რა თქმა უნდა, ეხა რაღაც დონეზე ჩვენი დიდი დამსახურებაა, თუმცა ყველაზე მთავარი დამსახურება იყო, რომ თვითონ ქონდა ძალიან დიდი მონდომება რა. ეხა ყველაზე ისეთი კითხვა, რაც დარწმუნებული ვარ, რომ ყველას აინტერესებს და რატომაც ითვლება ყველაზე წარმატებულ სტუდენტად რა. Matrix-ა როგორც ვიცი და მე რაც ნანახი მაქვს რა, უკვე წელიწადზე მეტი არის პროფიტული არის და ფულსაც ჩაულობს რა. რო გითხრა რამდენი გაქვს ტრეიდინგ კაპიტალი, ანუ რამდენი გაქვს ფანდედი, როგორ მიხვედი მაგამდე და რა გზები გაიარე რა. ფანდედი, ეხა მაგ თვითონ ფანდედებში 400.000 რა. ანუ ეგ buying power-ი რაც არის. მაგრამ თავიდან როგორც დავიწყე, ერთი აკაუნთით რა. ერთ აკაუნტზე სისტემატურად მივყვებოდი და აი რო რაღაც გამოვიტანი, მე რო ვცდილობდი რომ კაპიტალი გამეზარდა რა. ოღონდ ეგ ნელ-ნელა გავაკეთე, ანუ ერთიდან სიტყვაზე რო გამოვიტანდი, მე მეორეს ვყიდულობდი რა. აი ეგრე ვზრდიდი და ეხა მაგდენი რა. აი თუ ყოფილა ეგეთი მომენტები, რომ აი მაგალითად ასე ვთქვათ, ან წაგიგია აკაუნთი და ქონია აი დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც მომენტები ყოფილა, რომ აი რაღაც არ გამოსულა ისე როგორც გინდოდა რა, როგორც გეგმაში ქონდა და აი რასაც ქვია, ქვევით ჩახვედი ისევ რა, საიდანაც იწყებდი რა და მე ისევ თავიდან მოგიწია რაღაცების გავლა და განვითარება რა. კი. აი თავიდან ვიყავ, რომ როგორ იყო და როგორ ზნობდი თავს და რა გააკეთე მაგის გამოსასწორებლად რა. თავიდან ვიყავ ეგრე, რომ აი კომბაინს რო ვიყიდიდი, კარგად მივყვებოდი, გადავლახავდი და აი ფანდეზე რაღაცა მემართებოდა რა, ანუ ვეღარ ვაჭრობდი, ძალიან ემოციურად უყურებდი და ვაგებდი რა. 3 მაქვს ეგრე წაგებული პირველი. ხო და მე რასაც დავაკვირდი ის იყო, რომ ანუ ჩემ გეგმას არ მივყვებოდი რა, უკვე მანდ ფანდედ აკაუნთებს. ანუ არა და იდეაში რო გავყოლოდი პროფიტს ვაკეთებდი ჩვეულებრივად. აი ეგ შევცვალე ზუსტად რა, ისე ვქენი რომ აი ამ გეგმას უნდა გავყვე, ან საერთოდ არ უნდა ვითრეიდო რა. აი ეგ რო გავაკეთე, მე უკვე
სისტემატურად წამოვიდა რა ყველაფერი. აი ეგ ძალიან კარგი მომენტი არის რა, არავის არ გეგონოთ, რომ აი თავიდანვე ყველა რაღაც სასწაული იყო რა, ყველა რაღაც დონიდან ვიწევთ ყველაფერს, ყველას გვაქვს რაღაც დაბალი წერტილები რა, მაგრამ ტრეიდინგში არის, რომ თუ გაყვები შენ სისტემაზე განვითარდები და მაქსიმუმს გააკეთებ, ყველაფერი გამოგივა რა. უბრალოდ დროის საკითხი არის და ყველაზე მთავარი ეხა მატრიქსასგან რაც მე ვიცი და ძალიან დიდი ხანია ამბისა კომუნიკაცია მაქვს. ერთი რაც არის რომ ანუ შეცდომას რო უშვებ და მაგ შეცდომას მეორჯერ აღარ იმეორებდა რა და ძალიან მაღალი პროგრესი ჰქონდა ძალიან მოკლე პერიოდში რა. ეგ ნიშნავს ძალიან ბევრს. უმეტესობა ეხა არის ისე რომ ანუ ეს ყველაფერი ესმით როგორ ხდება, როგორ კეთდება და ტექნიკურად დაჟე ბევრმა იცის რა, მაგრამ მაგას მაინც არ ითვალისწინებენ რა. აი ერთი რო იქ გააკეთე და შეცვალე რა, მაგრამ აი რა იყო აი ის რაღაც რო აი რა გაწუხებდა რა, რომ რატო არ გამოდის, კითხვები რო ქონდა რა, მაგას როგორ სცემდი პასუხებს? ანუ მაგას უკვე ნახე ყველაფერს ვინიშნავდი რა, ანუ ჟურნალი მქონდა გაკეთებული. აი რამე შეცდომას რო დაუშვებდი სიტყვაზე, დღის ბოლოს, კვირის ბოლოს მაგებს ნახულობდი რა. და აი სულ ცდილობდი რომ ეგ გამომესწორებინა. იგივე ვაკეთებდი. ეხა უკვე 400,000 ფანდეზე ხარ და ისეთი რიცხვები არის რომ აი ძალიან მომხიბვლელი არის ყოველთვის რა. მაგრამ აი თავიდან რო იყავი რა, ეხა 400,000 რო გაქვს, აი 50,000 რო ქონდა ტექნიკურად რა თავის დროზე. მაგათ შორის, აი რამე სხვაობაც გრძნობ ეხა, როგორც ასე ვთქვათ, ემოციურად ან რაღაც რა ეგრე. ემოციურად კი ნახე, მაშინ 50,000 სიტყვაზე ბევრად უფრო ემოციური ვიყავი, ვიდრე ეხა ვარ 400,000 რა. და ეგ არის გამოცდილების ამბავი უკვე ჩემი აზრით. ეხა ყველასთვის ძალიან ბევრი დამწყები არის ეხა რასაც ვუყურებ რა და ბევრს აინტერესებს დარწმუნებული ვარ ამ მომენტში რო ტრეიდინგს იწყებდე არ იყო ის მატრიქსა ეხა რაც ხარ და ეხა იწევდე ყველაფერს რა რას როგორ გააკეთებდი და ყველაზე კარგი როუდმეპი რა იქნება დამწყებისთვის რა კაი ნახე აი ტრეიდინგს რო იწყებენ რა ყველაზე დიდი შეცდომა რაც არის ჩემი აზრით ანუ თავიდანვე კონცენტრირებული არიან ფულის გაკეთებაზე რა ხო და რეალურად ტრეიდინგში არა მარტო ნებისმიერ სფეროში რაღაცა რო გამოგივიდეს, ჯერ უნდა ისწავლო. ხო და ტრეიდინგშიც ეგრე უნდა იყოს, რომ თავიდანვე ფულის შევნაზე არ უნდა იყოს ორიენტირებული. უნდა იყოს სწავლაზე. ეგ არის ჩემი აზრით ძალიან მთავარი რაღაცა რა. უნდა დაიწყო დემო აკაუნთით, მაგაზე უკვე სისტემატიურ შედეგზე რო გადახვალ, მერე შეგიძლია რომ რავი, რამე აკაუნთი იყიდო რა. ი ბატონო. ძალიან კარგი. ეხლა რადგანაც ჩვენი ერთ-ერთი სტუდენტი არის და ასე ვთქვათ, ძალიან ბევრს მიაღწია, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ მაინც ვახსენო ეგ მომენტი და ყველას გაჩვენოთ ის, რაც ნიშნავს რეალურად. ეხლა wealthy-აი რა არის და რაც წარმოვადგეთ და როგორ ვაკეთებთ რა. ყველას რა თქმა უნდა, აქვს შესაძლებლობა, რომ დღევანდელ დროში იმდენი opportunity არსებობს, რომ ყველა განვითარდეს და ისწავლოს რა, მაგრამ აი შენი გადმოსახედიდან რა, wealthy-აი, აი რატომ უნდა დაიწყოს მაგალითად დამწყება ტრეიდერმა wealthy-აიზე, რატომ უნდა ისწავლოს ტექნიკურად და თქვათ, რატომ უნდა გააკეთოს ინვესტიცია. აი რას მიიღებენ რა, როგორც სტუდენტი ეხლა ეგრე გაკითხები რა, რომ ამ ხალხმა რეალურად იცოდეს, რას ვაკეთებთ რა. ანუ ჩემი აზრით ეს სერვერი ძალიან კაი რაღაცა არის, იმიტომ რომ ერთი ის რომ ნულიდან ასწავლიან რა. და მეორე კიდე რომ შენ ენაზე რო სწავლობ, სულ სხვა რამეა რა. ბევრად უკვე გაიგებ. აი სიტყვაზე მე რო ICT-ს უყურებდი ინგლისურად. ერთი ვიდეო მახსოვს იყო საათ ნახევრიანი რა. სამჯერ უყურე მაგ ვიდეოს და მაინც ვერ გავიგე რაღაც. ხო და ქართულად როცა სწავლობ მაგ ყველაფერს და ხარისხიანად ბევრად უკეთესია რა ჩემი აზრით. ძალიან დიდი პლუსი არის. ი ბატონო. კაი, ეხლა ჩატში რაღაცებს წერს ყველას გიყურებს რა. ეხლა უშუალოდ კონკრეტულადაც გაინტერესებთ მატრიქსასთან, ეგენი კითხეთ, ყველანაირი პასუხს მოგცემთ და გაიგებთ კიდევ ბევრ რაღაცას რა. დღეში რამდენი ხანს უთმობდი პრაქტიკასო, ანუ ბექტესტინგს და თეორიასო რა. თავიდან? რავი, მთელი დღე აქვს. ძალიან ბევრი საათი რა. მაგრამ მაგდენი ჩემი აზრით არ იყო საჭირო, მაგრამ ძალიან დიდი ხანი. რამდენი წლის ხარო, თუ პირადული არ არის, ბევრი კითხულობს. ეხა ვარ 18-ის, მაგრამ 19-ის, იდეაში 19-ის. 18 წლის ასაკში 400,000 ფანდედი, რავი, სასწაული არის. მართლა სასწაული არის რა. და მართლა მიხარია ის, რომ აი ეგეთ პატარა ასაკში ეგეთი რაღაცები გამოგდით რა.
რა როდის წიგნებს გაიწყე? 16-ის ვიყავი, რო დავიწყე რა, უკვე 2 წელზე მეტი არის ათვსრეიდო. რომელ სესიაზე ვაჭრობ და რატო? ნიუ-იორკის დილის სესიაზე ვაჭრობ ძირითადად რა. მაგ დროს ხდება ყველაზე დიდი მოძრაობები მარკეტზე. ტექნიკურ კითხულობდი ფსიქოლოგიისთვის და განმარტებული მაინდსეტის სამოსაყრელო. ტრეიდინგის წიგნებზე მეკითხები? აი, მოიცა ტრეიდინგზე დაგიწერ თუ რამე? აი ეს ორი არის რაც მომწონს რა ტრეიდინგზე და ზოგადად წიგნები აი self improvement-ი რაც არის და ფილოსოფიური წიგნები რა კიდე. კი, მარკ დუგლასი. საწყისი კაპიტალი მქონდა 50000-იანი აკაუნტი. ახალ ხო არავის არ გეგონოთ რომ ან ტრეიდინგში ყველა რაღაც ის შვება რომ აი ფულს ყველა ესე აკეთებს რა და ყველა საკუთარი ანგარიში წევს ეგ არის სისულელი ჯერ ერთი საჭირო საერთოდ არ არის საკუთარი ანგარიშის ქონა როცა პროფილები არსებობს იმიტომ რომ როცა საწყის ეტაპზე ხარ ძალიან პატარა კაპიტალის ინვესტიციით შეგიძლია ძალიან დიდი კაპიტალზე კონდეს წვდომა რა და მაგით აკეთოთ ძალიან ბევრი ფული რა რაც ძალიან პატარა ხარჯებთან და რისკებთან არის ასოცირებული რა ეგ აძლევს იმას რომ ჯერ ერთი რომ ჩამოყალიბდები როგორც სულფასოვან ტრეიდერი და მეორე კიდე ნაკლებ დანაკლებში იქნები როცა წამგებიანი ტრეიდები იქნება რა მაგრამ ეგ არ უნდა გახდეს იმის მიზეზი რომ აი ცოტა მაგადახტილია ხა ამაში და უფრო მეც გავრისკავ რა ეგ არის სისულელი უბრალოდ თუ სწორი მიდგომა გექნება როგორც ამ ბიჭებმა გააკეთეს და როგორც ესენი მიუდგნენ ისევე სერიოზულად როგორც live accounts მიუდგებოდნენ მაგიტო არის რომ ეგეთი მაგარი რეზულტატი მიიღეს რა და იმ opportunity-ს რაც რეალურად არსებობს იყენებენ იდეალურად რა ეხა ტრეიდინგის ეს პროფილების ინდუსტრია მაგიტო არის შექმნილი რეალურად რომ 99% რო აგეს მაგით ფულს აკეთებენ რა მაგრამ ჩვენაირი და კიდე ჩვენაირები ეგრე უდგებიან რა რომ როგორც საკუთარ ანგარიშს რა და ეგრე ვითარდებიან რა და ტექნიკურად როგორ უყურებ მარკეტს ტექნიკურად ან დროს უთმობ ძალიან დიდ ყურადღებას რა პირველი არის დრო ჩემთვის ან სწორ დროს თუ არ ვარ ტრეიდს არ ვხსნი აი სიტიდან რამდენი ფანები დაგარგე თავიდან 3 ეგ ვთქვი თქვა მოდელი ყველაზე მეტად მომწონს მარკეტ მეიკერ მოდელები რა აი სიტი დღეებში ტრეიდობ მაგას ვიგებ ეკონომიკური კალენდარით რა წინასწარ სწავლის მე მოხდა სწავლა უფრო გამიჭირდა ზოგადად უფრო რთულია რა აკა ინტერესია ენტრისთვის ყველაზე მეტად რავი ფერვალოგებს ვიყენებ მაგრამ აი ბევრ რამეზე შეიძლება გავხსნე რა მარტო ერთ კონკრეტულს არ ვიყენებ მე რამდენიც ზაზე ჩააბარე მეოთხეზე ჩავ და ყოველი მოდელი მარკეტ მეიკერ მოდელები რა სხვადასხვა თავიდან მახსოვს რომ აი ადრე ძალიან რა რა ტრეიდობდა ძალიან მალე გადიოდა ხოლმე აკაუნტებს და მე ახლიდან იწყებდა რა კი ეგ პრობლემაცია კითხებობი რაღაცები თუ მე სულ არ ვიყავი და შეიძლება ნაკითხი ხონდეს მე რასაც ვკითხავ ჯობია ხალხმა გითხოს ოფიტულად რომ დამეწოს სადღაც წელიწად ნახევარი რა აი შე როდი შემოდიხარ
ხალხი რამე ისეთ კითხვები კითხეთ, ეხლა დამწევები ხართ, ბევრი დარწმუნებული ვარ და განვითარება გინდათ რა, რაც გაინტერესებთ, ზუსტად ეგ კითხვები კითხეთ. აი, პირველ payout-ზე აი როგორ იტყვიო რა, რომ რა იგრძენი და რაღაც. და მე მეციტყვი რაღაცას მაგაზე. პირველ payout-ი რავი, ზოგადად ყველაზე მეტად გიხარია ხოლმე რა. თან კარგად ქონა იქ payout-ი გაკეთებული. წინაზე 3 ქონა წაგებული და ეხა ეს ეგ რო გავაკეთე, მაგრამ გამიხარდა რა. რეალურად ფსიქოლოგიურად ძალიან ხელი შეგიწყო მაგან, აი ეგ ეგ უფრო мотиваცია მომეცა რა. აი თურმე წესებს რო გავყვები შემიძლია რა. ის რეაქცია. წესებში რა იგულისხმება Matrix შენთვის რა? ნუ რა თქმა უნდა ყოველთვის რაღაცა შაბლონურადაც არის, თუმცა აი შენთვის რა არის ყველაზე პრიორიტეტულიო წესი, ასე ვთქვათ, შესრულებული იყოს. წესი აი რაც ვთქვი პირველი არის დრო რა. ანუ მარკეტის კონდიშენებს უყურებ, მაგ დროცა უნდა ვითრეიდო და როცა არ უნდა ვითრეიდო რა. მაგის გარდა risk management-ი მაქვს, ეხა როგორც მაქვს კვირაში 3 ტრეიდი მაქვს და დღეში 1 რა. ეგ იმიტომ რომ მაქვს, რომ რაც უფრო ცოტა ტრეიდი მიწერია, მან მით უფრო იძულებული ვარ, რომ კაი ტრეიდები მოვზერნო რა, რაც შეიძლება მაღალ ალბათობიანი. თავიდან მოვიქნებოდი სწავლაზე ორიენტირებული რა. ეს ხოთაშორის კარგი კითხვა არის. ნუ იდეის დონეზე აი შობლებთან თუ ქონდა ნათქვამი რომ ეგეთ რაღაც საკეთებდი და რა მოლოდინები ქონდათ და რას გეუბნებოდნენ რა. თავიდან არა. ეგ მერე უფრო რა. ხო აი ზან თავიდან ჯობია რომ არავის არ უთხრა, ჩემი აზრით ეგრე ჯობია. კი ბატონო, ანუ რეალურად აქ რა არის რა, რომ ისეთი სფერო არის რა, რომ შენ რო დადგე და ისე პროსა ილაპარაკო რა. აი რა თქმა უნდა, შენთვის ყოველს კარგი უნდა და ყოველგვარ შეგიდგება, ზოგი შეიძლება არც დაგიდგეს, მაგრამ როცა ისეთ რაღაცას ამბობ, რა შეიძლება დარწმუნებული არ ხარ და რეზულტატი არ გაქვს, ხო? ძალიან სტრესული არის, იმიტომ რომ მე ჩათვალეთ, რომ თქვენს თავს ვალდებულება თვლით, რომ აი უეჭველი უნდა გავაკეთო და ჩათვალეთ იმ payout-ს იქნება თუ იმ რაღაცა შედეგს, ხო? ძალიან force-აუც და გინდათ რომ მალე მიიღოს. ტრეიდინგში ყველაფერი პირიქით ხდება და ძალიან ართულებს საქმეს რა. ტრეიდინგში აი თავარი რაც არის რა, რომ აი ხა ვინც იყო ჩვენთან ახლა ინტერვიუებსაც რო ვატარებთ და ასე თქვა განვიხილავთ ამ ყველაფერს რა. ყველას მაგას ვეუბნებით, რომ აი ყველა მაგი იდეაზე იყო რა, რომ long term-ში ეყურებინათ ამ ყველაფრისთვის რა. თავიდანვე ახლა 3, 4, 5, 6 თვე მოგიწევს წვალება რა და შეიძლება უფრო მეტიც ან შეიძლება უფრო ნაკლებიც რა იყვნენ ეგეთებიც, რომ ძალიან ნაკლებ დროში აითვისეს, იმიტომ რომ სწორ ინფორმაციაზე ქონდათ ასე ვთქვათ წოდომა რა. ფერად უფრო განვითარდნენ რა, long term-ზე უნდა დაიწყოთ ფიქრი, მოკლედ ეგ არის თავარი რა, ჩემი აზრით. სადამწყები არ იყავი, მაგრამ პროფიტულიც არ იყავი, აი ეგ ერთი ნაბიჯი რო გაყდა, რა პროფიტულობამდე ყველაზე მეტად რა დაგეხმარა, რო ეგ ნაბიჯი გადაგედგა და პროფიტული ყოფილიყავი. აი რაც ვქვი ზუსტად რა, ისეთ დონეზე ვიყავი, რომ წესებს რო გავყოლოდი და რისკი დამეცვა, პროფიტს ვაკეთებდი რა. და ეგ რო გავაკეთე და რო ვნახე რომ მუშაობდა, მე უფრო გამიადვილდა მაგ წესების გაყოლა. იბატონო. და მე რაღაცა ის გასწავლის დიდი განსხვავება იყო. თუ იცოდი უკვე ყველაფერი და უფრო გაიღრმა ვიცოდნა. სხვათა შორის ბევრი რამე არ ვიცოდი. ეგ არის რა, ანუ ვერ ვიგებდი ბევრ რამეს. ყველაზე კარგი opportunity რაც არის ეხლა რა, რომ აი ესე სესიებიც ტარდება რა. იმხელა ინფორმაცია არის რა, მშობლიურ ენაზე, რომ ნებისმიერ ადამიანს აი ესე უბრალოდ მონდომება თუ გააჩინა და უნდა სწავლა ხო, რაღაცას მაინც ისწავლის იცის, რაც ღირებული არის და რაღაც სულელურ ინდიკატორებზე არ დაიწყებს ყურებას რა. იმიტომ რომ ახლა ინდიკატორზე იმიტომ ამოხვილებ ყურადღებას, რომ უმეტესობა ტრეიდინგს ეგრე იწევს, რა, რომ აი ინდიკატორები, ტრენდ ლაინები და რაღაც bullshit რაღაცები რა. ეგ არ მუშაობს და სისულელე არის. და მაგ პერიოდსაც უფრო მალე ჩამოიშორებს და დაიწყებთ უშუალოდ უკვე საქმის კეთებას და რეალური ინფორმაციის მიღებას, ხო? ეგ არის ძალიან დიდი წინსვლა, ასე ვთქვათ. რა შეცვლედი გამიგზაში, ისეთ რაც უფრო მალე მიგახსენებინა და წარმატება. უფრო პროცესზე ორიენტირებული ვიქნებოდი რა, ნახე, თავიდანვე დემოთი დავიწყებდი ტრეიდინგს.
ჯერმანდი ვიქნებოდი და მე გადავიდოდი უკვე ფულის შოვნაზე რა. სანჯი შენ რომ მითხრა ინდიკატორებს რამდენი ხანი ტრეიდოვდი? მე არ ტრეიდოვდი ინდიკატორებსა. ვიცი. ICT კონცეფტებით ტრეიდობ. ტრეიდინგია ძირითადი კი. სხვა პროფესიაზე ისე ჩემი აზრით არ უნდა ფიქრობდი. ხო არა, არ მიფიქრე. ბიზნესის გარდა. ბიზნესი კი ეგეთი რამე შეიძლება. მე თავიდან დავიწყე supply ყლემანდით. სანჯეს ამოჭერი. კი, main job-ი არის. ალბათ main job-ი იქნება 400,000 ფანდედი რა არა, მაგი დავიწყე. supply demand დავიწყე. ინდიკატორებით არ მიტრეიდია არასდროს, ერთხელ პროსტა ერთი YouTuber-ს უყურებდი. მე რაღაცა ტექნიკურ ანალიზს ავავდი price actions, ეგეც რაღაცა ერთი კვირა მაქსიმუმ და მე ვისწავლე ესეთი. სხვა კითხვები? იქ კონდა ერთგაც კითხვა. Supply demand. As because supply demand. აჰა, შენ კენა ეკითხა, დავაი. რავი, აი money management-ი ძალიან კარგად თუ იცი, მაინც შეგიძლია ფულის აკეთება, მაგრამ ეგეთი ზუსტი რავი, ჩემი ეს ყველაზე ზუსტი ICT არის რა მაინც სტრატეგიებში. ჩემი გამოცდილებით ეგრე არის. უფრო გავიღმოვებ ცოდნას, არ მგონი. ლარი ვილემს ინდიკატორები ასეა რო არ. ინდიკატორებს ასეა რო არა. თქვა მაგითხებით. რამდენი ხანი იყავი ის Matrix demo-ზე? დემოზე ვიყავი 4-5 თვე ეგრე მახსოვს. აღონდ მე აი თავიდან იმაზე ვიყავი. კომბაინებზე რა და მე დემოზე ვიყავი და მე ესე დავბრუნდი მაგას. როგორ გაყავი? აკაუნტი ვიყიდე ახალი. 16 ის ვიყავი რა დავიწყე. აი კვარტალი თეორიის ვიყენ. ეგ არის დრო ზუსტად რაც ვახსენე რა. ყველაზე მეტ მნიშვნელობას მანჯა. მაგაზე არ მინდოდა ლაპარაკი რა. მაგრამ Matrix არის ჩემი მეორე კვარტალის სტუდენტი რა. და აი მან იყო რეალურად switch-ი რომ აი Matrix-ა რაღაც წორვალებზე ავიდა რა. თავის დროზე აი ისე კარგად ესმოდა უკვე Wi-Fi-ზე რომ შემოდიოდა და უყურებდა ყველაფერს რა. რომ აი ძალიან კარგად ვაჭრობდა მართლა რა. მაგრამ მე რო შევხედე რომ ძალიან დიდი პოტენციალი ქონდა, იმიტომ რომ ძალიან მონდომებული იყო რა. აი ყოველ დღე ჩარტს აანალიზებდა რა. მე პირდაპირ ვუთხარი რომ მეთქი ანუ უეჭველი გინდა რა. და მე ეგრო ისწავლა უკვე ხა საერთოდ გაგიჭდა რა. ძალიან სერიოზულ დონეზე არის, ოღონდ მართლა აი ეხა მე ძალიან იშვიათად რომ ესე დავუდგე და ვინმეს რამე გამიკვირდეს რა, მაგრამ ამ ბიჭმა აი ამ ასაკში ეგეთი რაღაც რო შეძლო, ეგ ყველაფერი გაითავისა და თან დამჯერი იყო, აი რასაც ვეუბნებოდით ხოლმე, გინდა აისტზე, გინდა კვარტალიზე ან რამეზე რა, ყველაფერს აი შეუძლებელი იყო რომ მაგას გადაებიჯებინა რა. იმიტომ რომ გააზრებული ქონდა რომ აი ესე თუ არ გავაკეთებ რა და ისიც იცოდა რომ აი ჩემზე ცოდნე ხალხმა თუ ეგ იცოდა რა და მითხრა რომ ეგრე უნდა გააკეთო რა, ესე იგი ეგრე არის სწორი და ყველა დრო არაფერში არ კარგა რა. თქვენთვის ეხა ნებისმიერი თქვენგანისთვის ეხა როზი ხართ რა და ამ ყველაფერს ისმეთ. თქვენთვის ყველაზე ღირებული არის თქვენი საკუთარი დრო რა. თქვენს დროს თუ ცუდად გაფლანგავთ, ეგ იქნება ყველაზე დანაკარგი ვიდრე მატერიალური რა. და დრო არ უნდა ფლანგოთ, მით უმეტეს ისეთ რაღაცეებში არ უნდა კარგოთ, რაც იცედაც უკვე პირდაპირ გეუბნებით რა არის სწორი და რა არის არასწორი რა.
ერთი წელი საკმარისია კი. ოღონ სწორად თუ მიყვები, მაშინ. კი ბატონო. არ არსებობს მარკეტზე holy grail-ი რა. ეგ იცოდეთ, რომ ანუ ნებისმიერი სტრატეგია რაღაც დროს დაფეილდება და რაღაცა არ იქნება. ანუ რა თქმა უნდა, ლოგიკური უნდა იყოს ეგ წაგებაც რა, მაგრამ შენ გეგმასაც ამიყვები და სწორი სისტემა გაქვს რა, შეუძლებელია რომ არაპროფიტული იყო რა. ეგ არის ფსიქოლოგიური მომენტი. საიდან დაამოღამე ქორწელია. მე DS გამისწავლე პირადად. მაგის ეგ იყო ჩემი მენტორი, ვიზენას ვისწავლე ზოგადად ძალიან ბევრი რაღაც ტრეიდინგში. სალკე უკვე ICT-ს გარ. ტრეიდინგსაც დაამოღამეს მომუშავ, არა, ასულელია. ტრეიდინგს მაგიტო იწყებ რეალურად რომ შენ გექნება დროის და ადგილის თავისუფლება. ფანდედი დავიწყე და ფანდედზე ვაგზელებ დღესაც. ბევრზე უბრალოდ. ეგ ფონდა უკვე და ეხლა ამ წელს დიდი ალბათობით საერთოდ აღარ მეცლება. დავხურე და 10 ადგილები მაქვს სამწუხაროდ. რამდენი აკაუნტია საკმარისი? გააჩინა რისთვის და შენი რა მიზანი არის? ზოგი არის ეხა ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი მიზნები აქვს და ზოგი არის რომ უბრალოდ ელემენტარული სამსახური რო ჩაანაცვლოს მაგის უცეცობს რა. კაპიტალი 400.000. ეხა გავაკეთე ახალი Discord ესეთლებ. ავი, ხშირად გვაქვს ხოლმე ეხა ეს პერიოდი არის რა. საკუთარი შეიძლება კი ან საკუთარი ჯობია იდეაში, მაგრამ რავი, სანამ ეს funded account-ები არის, რავი, ჯობია გამოიყენო რა. ჩვენც ახლა მაგას ვაკეთებთ იდეაში, ანუ კაპიტალი შეიძლება მოაგროვო ამით. ამ კვირაში ლაივები იქნება კი. აი აქიდან Matrix, აი ამ ადგილიდან სადაც ახლა ხარ რა. რა არის შენი გრძელვადიანი მიზანი რა? აი რამე გოული თუ გაქვს, ან მატერიალური, ან კონკრეტული ფანდედი, ან რამე რა ზოგადად. აი შენთვის პრიორიტეტული რა არის? რავი, აი შემდეგ მინდა რომ live account-ზე გადავიდე რა. და ეხლა ჯერ მალევე არა, просто კაპიტალს რომ მოვაგროვებ მე. კი ბატონო, ძალიან სწორი არის ეგ, იმიტომ რომ ეხლა რო ვეთქვა fully მინდა და რაღაც იმენა არა რა. ყველაზე რეალური პასუხი არის, როცა ტრეიდინგი გიყვარს, რომ აი live account-ზე იზრუნო მომავალში რა. როგორ არის ეს? უბრალოდ სადამდეც არის, უნდა გამოიყენო რა. კი ბატონო, რისკი ყველაფერს არის რა, მაგრამ იმხელა ინდუსტრია არის და იმხელა ბიზნესი არის ეგ და ისეთი პროფიტული ბიზნესი არის მაგათთვის რა, რომ მე საერთოდ არ მგონია სიმართლე გითხრათ რომ გაქრეს რა. მაგრამ რისკები რა თქმა უნდა არსებობს. live account-ი რა არის? live არის, როდესაც შენ პირადი კაპიტალი თოჭებ და არანაირი ფანდედი და რაღაც არ გაქვს. იმიტომ რომ ბევრად უფრო თავისუფალი ხარ და ბევრად უფრო სწორ გადაწყვეტილებებს იქიდან გამომდინარე, რომ შენს ემოციას ისკავ, შენ თანაც რო ისკავ რა და ეგ ძალიან დიდ გამოცდილებას გიგროვებს რა. საერთოდ სხვადასხვა ემოცია არის ფანდედი და live account. რა თქმა უნდა, ეხლა თუ ფსიქოლოგიურად ისე უდგები, რომ გინდა რომ გამოგივიდეს რა და მაქსიმუმს აკეთებ, ხო? ორივეს ეგრე აღიქვა, მაგრამ რაღაცა switch-ი მაინც არის, იმიტომ რომ რო იცი რომ შენი ჯიბიდან ძალიან დიდ თანხას რისკავ, ხო? ემოციური არის, მაგრამ თუ შენ სისტემაში და გეგმაში დარწმუნებული ხარ, რომ უეჭველი გამოვა რა და იცი რომ გრძელვადიანად და ყველაფერი მუშაობს რა, live-ი ძალიან დიდ scaling-ს გაძლევს, იმიტომ რომ ტექნიკურად სულ დაბალი თანხი დაიწყო, რამდენიმე წელიწადში მილიონერი გახდები რა. ხო, $300 და $1000-ზე ტრეიდინგს არავინ არ გააკეთოთ, საერთოდ სისულელი არის ტყუილად ფულს დაგარგოთ. live account-ი მინიმუმი რავი, აი ძალიან მინიმუმი არის ეგეც, მაგრამ მე არ დავიწევდი $5,000 არის მინიმუმი ჩემი აზრით. live-ი რო კონდეს და გააკეთებ რავი, ანუ გააკეთებ რა ცოდას. ანუ ნახე 16 წელს როცა ხარ, თუ არ გაინტერესებს, მაინც არ დაიწყებ რა. ეგ რო ფიქრობ. აი, რავი, აი, რაც უფრო დაბალია საკი გაქვს, მით უფრო რთული იქნება ემოციების კონტროლი რა. კი ბატონო. აი ეგ არის, რომ ძალიან ბევრი არის, რომ აი 13-14-ას არის ხოლმე რა. ძალიან ასწორებს ეგეთი მონდომება რა, მაგრამ როცა უკვე ასაკი გაქვს და ჩამოყალიბებული ხარ, ხო?
ძალიან ბევრად უფრო მალე განვითარდები რა, იმიტომ რომ უკვე დალაგებული გაგონებაში რა. სანჯი პირველი ფეაუთი რაც ნიშნავდა ჩემს პირველი ფეაუთი სიმართლე გითხრათ არ ვიცი რატო და ზოგადად ეგეთი ტიპი ვარ რომ ტრეიდინგი იმდენად მიყვარს ანუ იმდენად დამოკიდებული ვარ ამ სფეროზე არა მატერიალური მხრივ ან რამე ეგრე რა მე უკვე შედეგია რაც ისედაც დროს მოაქვს რა და შეგვებული ვარ მაგას რა მაგრამ თვითონ ტრეიდინგი იმდენად სიამოვნებს და იმდენად მისწორდება და იმდენად კარგად უზნობ თავს რა რომ მაგრად გამისწორდა რომ ამომუშავე ყველაფერი რა პირველ ფეაუზე ეგ რეაქცია მქონდა რომ ნუ iris what it is რა, მაგრამ გამისწორდა რომ სწორად გამოვიტანე ყველაფერი რა. გემბლინგით რაღაც გამოტანილი ფული, ვინც მაგას აკეთებს, დიდი ალბათობა არის რომ მაგას ისევ კარგავს რა. მაგრამ ეგ მომენტი არ მქონდა, იმიტომ რომ მივყვებოდი მართლა რა. მიდი მაქსიმ. დემოსნაირი თუ არა მოგება და 99% რო აგებს მაგის დაგელაპარაკებით მოკლედ ყველაფერზე რა. მენტორშიპის ბოლოს არის ლექციებში ეგენი. ხა, მაგაზე რო არ ვილაპარაკოთ. მაგარი ტრეიდის გამოსვა უფრო მოქმედებს თუ ტრეიდის აგება ფსიქოლოგიაზე. ეგ ორივე შეიძლება დაგემართოს რა, მაგრამ აი ჩაოლებრო უნდა მიიღო რა. იმიტომ რომ სულ მოხდება ეგეთი რაღაცები. Yes. ვიდეოების ყურებისას. მაგის ჟურნალის გააკეთე და ყველაფერი მნიშვნელოვანი რაც არის ჩაიწერე. ნოუთები გააკეთე. მოგება კი პირადი ფულით გიხდიან ეგენი, იმიტომ რომ შენ რო ერთმა ჩააბარე 10-მა წააგო მაგ დროს რა და იმ 10-ის ფული შენზე ნაწილდება ჩათვალე რა. ფას მივიღე ტრეინინგი რაღაცა ვიცი და მუშაობდის ნომერად შედარებას მაგირდებთ. ძალიან კარგი. Competition-საც შეეხეთო. My Fund the Futures competition-ი იყო, სადაც იყო Matrix-ა გასული რა. ეგ რომ მითხრა რომ გავდივარო და რაღაც მაგრად გამისწორდა რა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავი რომ მაგ ჩალენჯში ძალიან მაგარი რეზულტატს ზადებდა რა. მართლა მაგრად იტრეიდა, დაჟე რაღაც მომენტები იყო რომ რაღაც წესებში სხვანაირად იყო, ჩვენთან არ მუშაობდა და რაღაც რომ ნახე და ისეთი რეზულტატი დადო, მაინც დაბალი მიკროებით და რაღაც რომ აი იყო სასწაული. რამდენი გააკეთე Matrix? 310% ერთ თვეში. დამთავრდა. 310% გააკეთა ერთ თვეში რა. აი კარი აუ რა ძალიან მაგარი შედეგია რა. ეგ არის კაი გამოცდილება და კიდე მუღამი გაქვს რა, რომელ ადგილზე გავარდა რაღაცები. ი ბატონო. შეთერობა როგორ? ან თურმე შეგეძლო იმითი 2 მინუტის ტრეიდინგი რა და თავიდან ტრეიდობდი ერთით. ეგრე მეგონა. და იღადავით მაგი თავი და 150%-ზე თუ რაღაც ეგრე რა. 10%, 10000-ით ვიწყებდი თუ ყველა რა. ეხლა ვეღარაფერს ვეღარ მეტყვიან, რო ხედავენ რომ შედეგი გაქვს, მე აღარაფერს გეტყვიან, მაგრამ მაგიტო არა თავიდან უნდა მოერიდო სხვებთან თქოს. აი ძალიან სწორი არის. აი ტრეიდინგი ისეთ სფერო არის რა, რომ დაჟე მე თუ მკითხავ საერთოდ არ უნდა ილაპარაკო რა. აი საერთოდ არაფერი არავის არ უნდა ითხოვა შენ პონჩი იყო რა. როგორც აქამდე თქვი რომ ემოციურად ძალიან თავისუფალი იქნები და ბევრად უფრო გაგიმარტივდება. იმიტომ რომ იმდენად competitive ადგილი არის რა და იმდენად ბევრი შრომა გიწევს რა, რომ კიდე დამატებითი სტრესი კიდე გიხანგრძლივებს რა დროს. ეგ არის და ეგ. არა უშავს. აი მოკლედ ასე თუ ისე რავი Matrix-ასგანაც ბევრი გავიგეთ, რაც გაინტერესებდათ. ასე ვფიქრობ რომ კითხვების კითხეთ, თუ რამე და რავი ჩატისო დაუწევთ ხოლმე. ყველაფერზე გეტყვით მაინც პასუხებს, მაგრამ ეს რასაც თქვენ ინტერვიუს პოდკასტის სტილში ჩემი ეს დამოვწუროთ ასე თუ ისე კითხვები. და ეგ არის რა. დღეს მაგით მოვრჩით.
შემდეგზე არ ვიცი რა, სიმართლე გითხრა, დაახლოებით ეს წარმატებული სტუდენტები, რომლებიც არიან რა, ყველას ერთი და იგივე ფეთია გავლილი როგორც ჩვენ რა, იმიტომ რომ ყველა ერთი და იგივე ადგილს გადის ტრეიდინგში რა. ჯერ რაღაცას ისწავლი და ჰაიპებული ხარ, მერე ფეილდები, მერე გადიხარ კიდე ფეილდები, მერე გადიხარ და მერე მიდიხარ რა. ეგ არის ტრეიდინგის ფეთი, რასაც ყველა ერთი და იგივეს გავდივართ რა. უბრალოდ ეს ბიჭები რა, ანუ რატომაც მე ეგრე ძალიან მომწონს და მაგრად მიხარია რა, რომ აი 400.000, 300.000, 200.000 კაპიტალზე რა, ავიდნენ ძალიან მოკლე პერიოდში რა. აი გარი სოფლიო მასშტაბის რეზულტატი, რომ მაგ ხელა ფანედებზე ეს მშვიდე და თამამად ხარ რა. და ეგ ასწორებს მოკლედ რა. აი, ეხლა ყველამ გულები გაუსპამოთ ჩვენ ძმას. იმენა გიჟი კაცი არის და რა შემოგევალოთ ჩვენი თავი რა. იგრე ვიხართ.